ჩვენ ყველაფერი მინდა გავაკეთოთ და უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სოხუმის დაცული და ჩვენ ყველანი გამოვიდეთ ამ ომში ღირსეულად გამოვიდეთ. ომია, ომში ყველაფერი ხდება, ბატონო ჩემო, ხან ავტომატი გაიწვის, ხან ქვემეხი, ხან შილკა, ხან კიდევ სხვა რამ და ეს ასეთია ომი, ასეთია ომი. ბევრი რამაა მოსალოდნელი. ჩვენ არ გამოვიწყავთ იმას, რომ ყოველ დილას შენობის თავზე რაღაცა ნაჭერი აფრიალდეს. ეს არ იქნება, მაგრამ ამის ცდელობა, იმიტომ რომ ყველაფერია დივერსიული ჯგუფები, ტერორისტული ჯგუფები. მე ძალიან დიდი თხოვნა მექნება ამ შენობის დაცვა, ამ შენობის მოვლა, ეს არის სინდის ნამუსია. 7 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადების დღეა. 1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარემ ჟიული შარტავამ არ დატოვა სოხუმი. ქალაქის დაცემის შემდეგ შეიარაღებულმა სეპარატისტთა დაჯგუფებამ თანამებრძოლებთან ერთად იგი ტყვე დაიყვანა და დახვრიტა. საქართველოს ეროვნული გმირის ცხედარი მოგვიანებით ქართულ მხარეს გადაეცა. დღემდე ყველას ახსოვს ჟიული შარტავასა და მისი თანამებრძოლების ტრაგიკული ისტორია. მას შემდეგ სოხუმის დაცემის დღესა და დაბადების დღეზე ქართული საზოგადოება იკრიბება მის საფლავთან. წელსაც ჟიული შარტავას დაბადებიდან 73 წლის თავის აღსანიშნავად ტრადიციისამებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მეგობრებმა, თანამებრძოლებმა და ოჯახის წევრებმა კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს ჟიული შარტავას ხსოვნას და საქართველოსთვის თავდადებული მამულიშვილის საფლავი ყვავილებით შეამკეს. რაც უფრო დრო გადის, მით უფრო ხვდებით, რამდენად დააგდა ქვეყანას ბატონი ჟიული, კაცი გმირი, კაცი შეწირული თავდადებული სამშობლოსათვის. ასეთ ადამიანებზე იდგა, დგას და დადგება მომავალშიც ეს ქვეყანა. ბავშვობიდან მოყოლებული ისეთი იყო რაღაც. მაშინ ჩვენი თვალთახედვით უცნაური და ეხლა შეფასებით გამორჩეული. ჩვენ მაშინ ვზდიდნენ საამაყო ქართველთა ფესვებზე და ჟიულის ესეთი ბავშვური ოცნება და თურმე არა ბავშვური იყო, რომ ნატრობდა სამშობლოსთვის თავდადებას და მე ერთხელ ხუმრობით უთხარი, როგორ უნდა დადო თავი სამშობლოსთვის, როცა ომი არ იქნება და სამშობლოს ეს არ დაჭირდება შენგან და თურმე ისტორია სულ სხვა რამეს უმზადებდა ჩვენს ქვეყანას. ასე ლამაზად თავისი ქვეყნისთვის თავდადებული წავიდა, მაგრამ საოცრად მტკივნეულია ჩემთვის, როცა ვიხსენებ მისი ამ ქვეყნიდან გასვლის ბოლო წუთებს. ესეთი ორნაირი გრძნობითა ვარ მე დღეს მასთან და როცა ჟიულისთან მოვდივართ, იგულისხმება, რომ ჩვენი ბიჭების წინაშეც ქეთს ვიხდით. ეს იყო ადამიანი, რომელიც თავისი შინაგანი ზნეობრივი, მაღალი ზნეობრივი ალბათ მახასიათებლებით რაღაც გამორჩეული იყო. გამორჩეული იყო ალბათ რაღაც დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით, რასაც გრძნობდა ის აფხაზეთის წინაშე და ერთი მომენტი თან ახლდა მის ხასიათს, რომ ის იყო ადამიანი მშვიდობის უფრო. მას უნდოდა რომ ეს ომი დამთავრებული იყო მშვიდობიანად და ესე იგი მოლაპარაკებებით აფხაზებთან. იმდენად რამდენადაც ძალიან ბევრ ადამიანს იცნობდა აფხაზთა მხრიდან ბატონი ჟიული და მეგობრებიც ყავდა იქით მხარეს და ეს ომი მისთვის იყო ძალიან მტკივნეული. ქალაქი არ დატოვა, ერთს დატოვებდა ბატონი ჟიული ქალაქს, იმიტომ რომ გამომდინარე მისი ხასიათიდან ვამბობ და ის იყო პიროვნება, მაღალზნეობრივი და უფრო სხვანაირი დამოკიდებულებით ჩამოვიდა ის აფხაზეთში. ეროვნული გმირის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ საპატრიარქოში უცნობი პიროვნების წერილი მივიდა. წერილის ავტორმა არ იცოდა, რომ პიროვნება ვის შესახებაც წერდა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. რუსულად დაწერილ წერილში ეწერა: ჩვენ არ ვიცოდით ვის ვესროდით, მაგრამ ერთი კია. გამაოცა ამ კაცის შეუდრეკელობამ, უშიშრობამ, სიმამაცემ, სამშობლოს ამგვარმა სიყვარულმა. მისი სახელი ასანთის კოლოფზე დავწერე, რათა იცოდეთ როგორი გმირები ყავს საქართველოს და თუ საქართველოს თუნდაც ერთი ადამიანი ყავს ასეთი, იმ ქვეყანას გადაშენება არ უწერია. ეს ბრათი მომწერა კაცმა, რომელიც ტრის ბანაკში იბრძოდა და ალბათ თვითონაც მონაწილეობდა ჟიული შარტავასა და მისი მეგობრების წამებაში. ჟიული შარტავა უკვე სასუფეველის მკვიდრია და ის ლოცულობს საქართველოს მთლიანობისა და მშვიდობისათვის. ეს სიტყვები საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს უწმინდესა და უნეტარეს ილია მეორეს ეკუთვნის.
ჟიული შარტავას დაბადებიდან 73 წლის თავთან დაკავშირებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მისი წიგნის დისკრეტული წარმოების დაგეგმვისა და ოპტიმიზაციის მოდელებისა და მეთოდების კვლევა და დამუშავება ელექტრონული ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ და ეროვნული გმირი კიდევ ერთხელ გაიხსენეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა, სტუდენტებმა, მეგობრებმა და თანამებრძოლებმა.